გლდანის მერვე საპყრობილეში ერთმა პატიმარმა ვენები გადაიჭრა, ისინი სამკურნალო ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ბადრი პატარაია, კოტე სალანიანი, რეზო ხარძიანი, ლერი გირგულიანი, ზაზა შიუკაშვილი და გიგა ლომთათიძე 26 ოქტომბერს ქსნის ტუბზონიდან გლდანში ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს და მალევე უკან დააბრუნეს, თუმცა პატიმრების ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა და ისინი კვლავ მკურნალობის გაგრძელებას ითხოვდნენ. 6-ვე მძიმე რეზისტენტული ფორმით დაავადებული, ქრონიკული ტუბერკულოზით დაავადებული და ღია ფორმით დაავადებული ადამიანი საჭიროებენ სპეციალურ პირობებში ყოფნას, ჰაერზე საუცილებლად სპეციალურ კვებას და ეს პრინციპში მათ უზრუნველყოფილი ჰქონდათ ქსნის დაწესებულებაში, მაგრამ იქ როდესაც გადაიყვანეს და მოათავსეს საკანში და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში მათ ჰაერზე გასვლის საშუალება არ ქონდათ, ამ ადამიანებმა მიიყენეს თვითდაზიანებები, გადაიჭრეს ვენები, მუცელი, ერთ ყელიცაა გადაჭრილი, ნაკერები აქვს დადებული და იმის ნაცვლად რომ ესენი დაებრუნებინათ ქსნის დაწესებულებაში ჰაერზე და შესაბამისი გარანტირებული კვებით თუ ამანათებით, ისინი გადაიყვანეს უკვე 4-ში, უпростоრად გუშინ წინ, მერვე საპყრობილეში, სადაც უფრო უარესი პირობებია, საკნის პირობებში არიან. ისინი უკანასკნელ პროტესტის უკანასკნელ ფორმას მიმართავენ და აცხადებენ გუშინ მათ დაწერეს განცხადებები, რომ ორშაბათიდან თუ მათ არ გადაიყვანენ, ისევ არ დააბრუნებენ ტუბზონაში, ქსანში, ისინი აცხადებენ შიმშილობას და მათ შიმშილობის გამოცხადება ფაქტიურად დაღუპვას ნიშნავს 2-3 დღეში, იმიტომ რომ ისინი ძალიან მძიმე ავადმყოფები არიან.